მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩავწერო პატარა ვიდეო ინსტრუქცია DNM-ის ტესტის გაკეთების ტექნიკის თაობაზე. ეს DNM ტესტი ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის Ancestry.com და დავიწყოთ. პირველი ვაკეთებთ რეგისტრაციას საიტზე Ancestry.com. რადგან ხშირად არის შემთხვევა, რომ ვეცდებით სწრაფად ვილაპარაკო, არ მინდა გრძელი ვიდეო გამოვიდეს და მოსაწყენი. რეგისტრაციის დროს, რომ დავწმუნდეთ, რომ ჩვენი ელექტრონული პოსტა იქ სწორად ჩავწერეთ, ელექტრონული პოსტით ვრეგისტრირდებით. რეგისტრაციის შემდგომ შევდივართ ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე და ველოდებით ან ვამოწმებთ დასტურს, რომ ნამდვილად დავრეგისტრირდით ამ საიტზე. და ამ დროს მეილზე უნდა მოგვივიდეს შეტყობინება, რომ თქვენ დარეგისტრირდით საიტზე Ancestry.com. თუმცა საიტზე რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე რეგისტრაცია ბოლომდე გავლილი გაქვთ, ესე ვთქვათ. შიგნით ტესტს მოყვება უნიკალური კოდი, რომელიც უნდა გააქტიუროთ. ანუ პირველი ეტაპი ეს არის საიტზე რეგისტრაცია, მაგრამ საიტზე რეგისტრაციასთან ერთად აუცილებელია შიგნით მდებარე, რაც ტესტს მოყვება, უნიკალური კოდის გააქტიურება. ტესტის დაწყებამდე უნდა ვიყოთ 1 საათის მშიერი. არც წყალი არ უნდა გქონდეს დალეული 1 საათის განმავლობაში სანამ ტესტს გავიკეთებთ, არც არანაირი დაუშვათ პრეპარატი ანუ წამალი არ უნდა გქონდეს მიღებული, საღეჭი რეზინი არ უნდა გქონდეს დაღეჭილი, არც კიდევ რა სიგარეტი ვიც ეწევით, სიგარეტიც არ უნდა გქონდეთ მოწეული. აი ამ 1 საათიანი შუალედის დაცვა ტესტის დაწყებამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდე დავამატებ პატარა დეტალს, ცოტა უხერხული სათქმელი კი არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო ჩვენ ჯგუფს არ გაცდება. ესე იგი, კბილის გამოხეხვასთან დაკავშირებით არის ხოლმე კითხვები. უბრალოდ პირის ღრუ უნდა იყოს სრულიად სუფთა. თუ მანამდე მიირთვით საკვები, ეცადეთ, რომ გამოივლოთ წყალი, რომ ესე იგი, სანამ შეუდგებით ტესტის გაკეთებას, მანამდე მოიწესრიგეთ პირის ღრუს ჰიგიენა, ანუ გაისუფთავეთ კარგად და მერე გააკეთეთ 1 საათიანი შუალედი ტესტის ჩატარებამდე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთეთ ტესტი, იმიტომ რომ შეიძლება იქ უმცირესი საკვების ნარჩენი იყოს პირის ღრუში დარჩენილი და ის თუ მოხდა აი ამ ტესტის გასაკეთებელ სიჯარაში, მაგის გამო შეიძლება დაგიწუნონ ნიმუში, კი გამოგიგზავნიან ახალს უფასოდ, მაგრამ აი ხშირად რო გეკითხებიან, რომ რატო დაიწუნეს ჩემი ნიმუში, ყველაფერი წესის დაცვით გავაკეთე, უმცირესი ნამცეციც რომ მოხდეს, ნიმუში ითვლება წუნდებულად. გავაგრძელოთ ახლა შემდეგი პროცესი. რო გავხსნით, აი აქედან ამოვიღებთ ტესტს. გარედან აქვს ტესტს 25 ციფრა tracking კოდი. ეს tracking კოდიც უნდა ამოვიწეროთ და შევინახოთ, ან გადავუღოთ ფოტო და შევინახოთ. tracking კოდი ნიშნავს ესე ამოწერეთ, მაინც უყურმა ჩანს. კოდს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ამანათი, როდესაც გაიგზავნება ამერიკაში. შესაბამის საიტზე ვწერთ ამ კოდს და ვხედავთ ყოველ ეტაპზე სად იმყოფება ეს ამანათი საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე. ხსნით აი ასე. ესე არ გავგლიჯავთ, იმიტომ რომ პოსტაში მე მოდის ხოლმე აი ესე გადმოგლეჯილი, ესენი ჩახეული. აი ჩვეულებრივად ძალიან მარტივად აი ესე გავხსნით. ძალიან წვრილმან დეტალებსაც ვიტყვი, იმიტომ რომ მოდის ხოლმე დაზიანებული და ძალიან არასასიამოვნოა. აი ესე ფრთხილად გამოვწერთ, აი ესეთი გამოსაწევი ის აქვს, რა ქვია, პატარა ქაღალდის. და ესე გამოდის უჯრასავით. აი ამ კოლოფიდან ბოლომდე ეს არ გამოგლიჯოთ, აი ცოტათი დატოვეთ რა ესე. აი ამოვიღებთ აი ამ პატარა ლურჯ ფურცელს. ამაზე აწერია 15 ნიშნა, ასოების და ციფრების კომბინაცია, ეს არის რეგისტრაციის კოდი. კიტის რეგისტრაციის კოდი, რომელიც გჭირდება საიტზე კიტის გააქტიურებისთვის, ეს არის აუცილებელი. ეს არ დაკარგოთ, შეინახეთ, ამითი აგრძელებთ კიტის გააქტიურებას საიტზე.
ამის შემდეგ ფრთხილად ამოვიღებთ აი ამას. ეს არის რაში ცდებს კოლბა. ამასაც ფრთხილად ამოვიღებთ, აი ეს ეცადეთ, რომ აი ესენი არ დააზიანოთ ხოლმე ამის ამოღების დროს. შიგნით კიდე მოყვება ესეთი ზიპი, ეგრეთ წოდებული ზიპი ქვია ამას მგონი, ზიპიანი პარკი. შიგნით ქაღალდიდევს თეთრი, ეს იდოს არ ამოიღოთ. ამას გადავდეთ დროებით გვერდზე და ეხლა აი ამასაც ერთ-ერთი მხარე აუცილებლად ექნება შედარებით აი ესეთი ადვილად გასახსნელი რა. და ესე ავაძროთ მარტივად იხსნება. ეხლა რა არის აქ მოთავსებული? აქ არის მოთავსებული ერთი გრძელი, უფრო გრძელი სინჯარა თავისი პატარა ძაბრით, რომელშიც ჩვენი ნერწყვი უნდა მოვათავსოთ. უყურეთ, აი აქ პატარა შავი კლაკნილი ხაზი აქვს. აქ თვითონ რაღაცა მყარი მასა არის, ზოგი ამბობს ხოლმე, რომ აიმე ამდენი ნერწყვი საიდან მოვიდანო. რეალურად აი ეს 1 სანტიმეტრი რაც არის, ხო? აი ამ თეთრი ადგილიდან, აი ამ შავ კლაკნილ ხაზამდე. აი ამ რაოდენობის, ამ მოცულობის უნდა იყოს თქვენი ნერწყვი, აი დაახლოებით აი ეს. აი ესე ამ ძაბრის წაკვეთილი ფორმა აქვს ესეთი, რომ ტუჩზე ადვილად მიიდოთ. აი ესე მიიდებთ ტუჩზე და ათავსებთ შიგ თქვენ ნერწყვს. აი ამ შავ კლაკნილ ხაზამდე. ხოც მე მგონი ჩანს კარგად. როდესაც ამას შეავსებთ, ხო, ნერწყვი უნდა იყოს იცით როგორი კონსისტენციის თვითდინებით, რო ჩაგიდგებათ პირის ღრუში და წამოვა. აი ის ნერწყვი უნდა ჩავიდეს შიგნით. ხანდახან ნერწყვს მოყვება ხოლმე კაფი ბოდიში, რომ ესეთ დეტალების თქმა მიწევს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. თუ იქნება ნერწყვი კაფიანი, მაშინ უნდა ააცილოთ აი ამ კლაკნილ ხაზს. აქ მოკლედ სითხესავით მასალა უნდა იყოს შიგნით დარჩენილი მხოლოდ. მერე, როდესაც გაავსებთ მოკლედ აი ამ კლაკნილ ხაზამდე, ამ ძაბრს მოხსნით. ეს აღარ გჭირდებათ და გადააგდებთ გვერდზე. ამის მერე აი ამ ეს არის თავსახური, რომელიც ეხურება. და აქ მოთავსებულია ეს ცისფერი სითხე. ცისფერი სითხე არის კონსერვანტი, რომელიც ინახავს აი ამ ნერწყვს. იქ სანამ გავაგზავნით ამერიკის ჩასვლამდე და სანამ იმოგზაურებს მსოფლიოში ჩვენი ნერწყვი. და აი ამას ძალიან ესე არ ახურავთ ესე გვერდულად ან რაღაცნაირად, აი ეცადეთ რომ მაქსიმალურად აი ეს ორი ზედაპირი იყოს აი ესეთი სწორი, პარალელური იყოს რა ერთმანეთის. აი ეს ხაზი და აი ამ სახურავის ხაზი ესე რომ დაახურავთ, ისედაც ხრახნიანი თავსახურია და ეცადეთ რომ აი სწორად დაახუროთ. თუ ამას სწორად დაახურავთ, აი ხა მე დავახურავ, ხო? მაშინ ეს ცისფერი სითხე უნდა ჩაიცალოს შიგნით. თუ არ იცლება, აი ოდნავ ესე შეანჯღრევთ და აი ნახეთ, ჩავიდა. აი ეს ახლა თუ გავაკეთე თვალნათლივ როგორ ხდება. სითხე როდესაც შიგნით ჩაიცლება, თუ არ იცლება, ბოლომდე უჭერთ და ოდნავ შეანჯღრევთ. სითხის ჩასვლის მერე ამას ესე 3-4 ჯერ შეანჯღრევთ და მორჩა თქვენი ტესტი გასაგზავნად. მზად არის აი ამ სინჯარაში, ეს უკვე დახურულია ჰერმეტულად, ისე რომ წესით აქედან არ მოხდება სითხის გადმოღრა. ამის მერე ვიღებთ აი ამ ცელოფანის პარკი რომ მოყვება, შიგნით აქვს ესეთი ქაღალდი საშრობივით, რომელიც ალბათ განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, რომ თუ მოხდა გამოჟონვა ამას შეიწოვოს, ვდებთ აი ამ პარკში. ხო, აქვე შეგახსენებთ, რომ აი ამას მე უკან ყუთში აღავდებთ, იმიტომ რომ იგივე უნიკალური კოდი, რომელიც ამაზე აწერია, იგივე უნიკალური კოდი აწერია აი ამ კოლბასაც. ერთნაირი, ერთი და იგივეა და ამით ხდება დაკავშირება თქვენს მიერ გააქტიურებული კოდის საიტზე და ეს კოლბა რო ჩავა, იქიდან მოხდება ერთმანეთთან დაკავშირება, რო ფიქრობთ ხოლმე, რომ როგორ მიხვდებიანო ისენიო, რომ ეს ვისიაო, ზოგი გვარს აწერთ, ზოგი სახელს აწერთ და ასე შემდეგ, არ არის საჭირო, იმიტომ აქვს ზემოდან ეს დატანილი ეს შტრიხ-კოდი, ის უნიკალური კოდი. ვაგდებთ ამ პარკში, კრავთ ესე
ზიპით. მე ისევ ვისხუთი რომ არ გადაგვიგდია არსად. შენახული გვაქვს რომ ეს შიგნით ჩავდოთ. აი ესე ზუსტად ვათავსებთ. აი ამ თავის უჯრაში. ამ უჯრას ესე შევაცურებთ, აი ესე მარტივად ჩადის. პარკი არ ჩავდე კარგი. აი ესე ბოლომდე ჩაიდო. და მე აი ამ ქაღალდს, ეს ცისფერი ქაღალდი. ეს ქვეშ არის წებოვანა. აი აქ. ხა არ მინდა რომ დავაწებო, მაგრამ მაინც გაჩვენებთ. აი ამას ესე ავხსნით ძალიან მარტივად და აი ამას ესე გადმოვაკეცავთ. აი ესე და დაეწერება. მორჩა, თქვენი ტესტი გასაგზავნად მზად არის. აი არ უნდა არც ის ლეიკოპლასტირს აკრავს ხოლმე ზოგიერთი. განსაკუთრებით ამაზე არაფერი არ უნდა იყოს დაკრული და ეს არ უნდა იყოს დაფარული, არც დამატებით სხვა კოლოფში ჩადება და არც ამაში ჩადება აღარ უნდა. აი პირდაპირ ასე აგზავნით ჩვენთან ფოსტაში, შესაბამის მისამართზე იცით ყველა და ჩვენ აი ამ სახით ვაგზავნით ამერიკაში. დიდი მადლობა, კითხვები თუ გექნებათ, რა ვიცი, მკითხეთ, მე მგონი შევეცადე რომ ამომწურავად ამეხსნა თქვენთვის ყველაფერი. ნახვამდის.